გამარჯობა. ჟურნალი ჰემოქი BMW-სთან ერთად აგრძელებს ახალ და საინტერესო რუბრიკას თანამედროვე ქართველი ხელოვნების შესახებ. ამ ვიდეოში ჩემთვის გამორჩეულ და მნიშვნელოვან ხელოვნს, ქეთი კაპანაძეს გაგაცნობთ. გამოფენები მსოფლიოს ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში, საეტაპო ნამუშევრები თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, მეგობრობა კარლო კაჭარავასთან და ერთ-ერთი მთავარი როლი ოთარ იოსელიანის ფილმში. და რაც მთავარია, ქეთი როგორც პირველი ქართველი კონცეპტუალისტი ქალი არტისტი. ფიქრობ საინტერესო გადაცემას ნახავთ. ახალი BMW X5-ით, რომელიც არის დატენვადი ჰიბრიდი, ქეთის ვესტუმრები სახლში, სამუშაო გარემოში, სადაც ჩემი რამდენიმე საყვარელი ნამუშევარია წარმოდგენილი. ქეთი, გახსოვს ბავშვობის მოგონება, რომელმაც ფიქრობ, რომ შენი როგორც ხელოვანის ჩამოყალიბება განსაზღვრა. 9 წლის ვიქნებოდი და მამა ჩემთან ვრჩებოდი ღამე და მქონდა ბიბლიოთეკა, სადაც მე მეძინა. და დაძინებამდე რაღაც წიგნებს ვიღებდი, ვათვალიერებდი და აღმოჩნდა სიურრეალისტებზე რუსული გამოცემა, იმიტომ რომ მაშინ შეზღუდული ვიყავით, რა თქმა უნდა, ლიტერატურით, თანამედროვე ხელოვნებაზე ინფორმაცია არ იყო, არც ინტერნეტი არ იყო, რომ გავიცენოთ. და ამ წიგნში იყო დიუშამი, სალვადორ დალი, მირო, კანძინსკი და მოჯადოებული დავრჩი, იმიტომ რომ დამაინტერესა რა ხდება და რა ხატავენ და რატო არის ესეთი განსხვავებული. და მე მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტისთვის, იმიტომ რომ ფიქრობ, დღესდღეობით შეიძლება პირდაპირი განმეორება არ არის ჩემს, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ რაღაცა სიურრეალისტური მომენტი ნამდვილად დაკრავს ჩემს ნამუშევრებს. თუ სწორად მახსოვს, პირველი შენი ნამუშევრები იყო გრაფიკული სერია შავ-თეთრ ფერებში, ხო? კი, ნამდვილად. 93 წელში, როდესაც მოვეწყე აკადემიაში, პარალელურად დავიწყე ჩემს, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი ნამუშევრების გაკეთება დამოუკიდებლად აკადემიის პროგრამიდან, იმიტომ რომ მაშინ აკრძალული იყო რაღაც აბსტრაქტულის კეთება. ვაკეთებდი შავ ფონზე თეთრი გუაშით ფიგურებს. მქონდა რაღაცა ავტომატური წერის, რასაც სიურრეალისტები ხმარობდნენ, რაც კიდევ მერე გავიგე, რომ ასე ხატავდნენ კიდევაც შეიძლება ზოგი. და ამ პერიოდში ისევ აღმოვაჩინე თავიდან ტრისტან ზარა და ესეთი პოეტები და სიურრეალისტები და რაღაცნაირად გავდა ძალიან, აი როგორც ტექსტებს ვიყენებდი ამავე დროს ამ გრაფიკაში. ჩემს შესავალ სიტყვაში ვახსენე, რომ ხარ პირველი ქართველი ქალი კონცეპტუალისტი არტისტი. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ თემას რო შევეხოთ და რომ მოგვიყვა მესმის რომ შეიძლება უხერხული არის საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ რეალობა ეს არის. მართლაც ესე ამბობენ, რომ პირველი ქალი კონცეპტუალისტი ვიტყოდი მაშინდელი საბჭოთა კავშირის არა, მაგრამ საქართველოს მასშტაბით. ისე გამოვიდა, რომ ფერწერა ისე ახლოს არ იყო, სულ მაგას ვიცახი ხოლმე, როგორც გრაფიკა, როგორც რაღაცა ტექსტები, რომელიც ყოველთვის განყენებულია, მაგრამ რაღაცა კონკრეტული კონცეფცია აქვს. რა თქმა უნდა, შემიძლია აუხსნა, რას ნიშნავს კონცეპტუალისტი და როგორ მუშაობ, მაგრამ შენს კითხვაზე მოკლედ რომ უპასუხო, მართლაც ასეა და მეორე არის ხოლმე ამბობენ ფემინისტი, პირველი ფემინისტი ასევე მხატვარი. მე იმას ვიტყოდი, რომ შეიძლება ეს არ იყო პროპაგანდა ფემინიზმის ჩემს ნამუშევრებში, უბრალოდ თვითონ ჩემი ნამუშევრები, თვითონ ისე როგორც მოხდა და როგორც რასაც ვაკეთებდი, ეს იყო ფემინისტური გესტი, ჟესტი. და ამით, როდესაც ვეხებოდი ვინ ვართ ჩვენ პიროვნებას, მეობას და ეს პირველი ფოტოსერია, რომელიც არსებობს პასპორტის, ხომ გახსოვს 6 ფოტოა. აი ეგ იქნებოდა მაგის მაგალითი, მაგით დაიწყო ფაქტიურად 90-ში, მაგით როგორც რომ ფემინისტური და კონცეპტუალისტური ნამუშევრების სერია. ქეთი, ეს ნამუშევარი არის პასპორტების სერიიდან, ხო? ხო, მოდი გაჩვენო. ხო, ეს არის ამ სერიიდან, როგორც
თქვი, იყო 6 ნამუშევარი და იყო პირდაპირ პასპორტის ორიგინალი ფოტო, რომელზეც ზევიდან ვიმუშავა ფანქრით და შემდეგ გავადიდე და ნუ ის არის, როდესაც ვახსენე, რომ ადამიანი თუ საიდან მომდივართ, ვინ ვართ, ხალი ვართ თუ კაცი ვართ, აქ იყო სხვადასხვა ეროვნების ადამიანებად გადავაკეთე, ზოგი ხალი იყო, ზოგი კაცი, ეგვიპტელი, ევროპელი და ასე შემდეგ. და ძალიან ბევრ ნამუშევრებში ვეხები ამას პიროვნებას, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, მაგითხვას ვსვავ და ამიტომ მე სხვადასხვა ფორმით ვწყვიტავ ხოლმე მაგ თემატიკას, ასე ვთქვათ, როცა მაგას ვეხები. კეთი შენს ნამუშევრებში ხშირად ხვდებით სიტყვებს და მინდა რომ გავხსენოთ ერთ-ერთი პირველი შენი ნამუშევარი What is love და ამ სახელწოდებით მე წიგნიც გაკეთდა. ეხლა გავართ ერთ-ერთი სიტყვა ნამუშევრის ფონზე. რომ მოგვიყვე რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს შენ შემოქმედებაში. ჩემი ნამუშევრები თუმცა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ჩემთვის ძალიან დიდი კავშირი აქვს ერთმანეთთან. როდესაც დავიწყე ამ ფოტოგრაფიაზე მუშაობა 90-იან წლებში, კიდევ იმას ვიტყვი, რომ ფოტოგრაფია არა ვარ, ამას ვიყენებდი როგორც კონცეფციას. მაშინ გადავუღე ჩემს სახლში რაც იყო ობიექტები და ეს ისევ ინდივიდუუმს ეხებოდა და ნუ ეს ადამიანი რომელიც არ ჩანს და ძალიან ხშირად ვეხებით მაგ თემას. და აქედან გამომდინარე არსებობს ესეთი მცნება ხელოვნებაში ready-made მზა ობიექტი, რაც თავისებურად ერთი ტერმინია, რომელიც ძუშამი იყო მე მგონი პირველი, ვინც გამოფინა პისუარი და ასე შემდეგ. მე მივხვდი მე დროთა განმავლობაში, რომ სიტყვები საერთოდ ალფაბეტი, რიცხვები, ეს ყველაფერი ready-made-ებია, იგივეა, რაც ობიექტები ფაქტიურად. და ამიტომ დავიწყე ამ სიტყვების და მისი აზრით თამაში, ხო, ორმხრივი მნიშვნელობის მიცემა. იმიტომ რომ როდესაც გამოიტანდა what is love, რა არის სიყვარული, რომ გამოიტანთ, ხო, და კითხვას დასვა, კითხვის ნიშნით. უკვე სხვა რაღაცებზე იწყებ ფიქრს. ამასთანავე უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის მასალას ვარჩევ ხოლმე ისეც და უმეტესად არის ალუმინი. ეს what is love იყო ქაღალდისგან გამოჭრილი და თვითონ ნამუშევარი ფაქტიურად იყო მისი ჩრდილი კიდევ და ასე შემოაქვს ხოლმე ის რაღაცა კიდევ სხვა განზომილება ან კითხვა ან იმაზე რაზეც შეიძლება რომ იფიქროს ადამიანი. კეთი პირველი შენი გამოფენა გახსოვს? პირველი ჯგუფური გამოფენა იყო, რომელიც დიდუბის საგამოფენო სივრცეა. იქ გაკეთდა და გამოიფინეს სხვა მხატვრების, რა თქმა უნდა, მაშინდელი მარჯანიშვილის თეატრის ბიჭები, ასევე კარლო კაჭარავა. შემდეგ ეს გამოფენა, მე მგონი რაღაც კიდევ სხვაგან წავიდა, ზუსტად არ მახსოვს როგორ იყო, მაგრამ ის ნამუშევარი გაიყიდა, რაც თავარია და საბოლოოდ აღმოჩნდა დოჯის კოლექციაში ამერიკაში. კეთი შენი და კარლო კაჭარავის მეგობრობის შესახებ რომ მოგვიყვე. მე და კარლო დავმეგობრდით 90 წელს ამ გამოფენის შემდეგ და მაშინ გავიცანი მისი ოჯახი, დედა და და ძალიან კარგი და საყვარელი ადამიანები იყვნენ. და როდესაც ჩემთან მოდიოდა ხოლმე ღამე სტუმრად, დედამისი დარეკავდა და იკითხავდა თუ შენთან არის აღარ ნერვიულობ, მოკლედ ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სანამ ეს უბედური შემთხვევა არ მოხდა, მანამდე მეგობრობდით. როგორც ხატვარი გაიცნო საქართველოს, ასე ვთქვათ, გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ როგორც კრიტიკოსი იცნობდნენ, როგორც მისი პროფესია და იყო ძალიან კარგი კრიტიკოსი და ვფიქრობ, რომ დიდი დანაკლისია დღესდღეობით თითქოს ერთი ფანჯარა დაიხურა, რაც პერსპექტივას გაშლიდა კიდე ჩვენი ქვეყნისთვის ამ სფეროში და ხელოვნების გაგებისთვის. კეთი, რადგან ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებს შევეხებთ, როგორც კარლო კაჭარავა არის, გითხავთ არის იოსელიანზეც. როგორც ვიცი, მის ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. 95 წელს გადაწყვიტა ოთარიმ, რომ საქართველოში კიდევ ერთ ფილმს გადაიღებდა იმის მერე, როდესაც უკვე წასული იყო საქართველოდან და საბოლოოდ პარიზში ცხოვრობდა.
გამოაცხადა ამ ფილმზე სინჯების გაკეთება და ყველას ეუბნებოდა რომ მოდითო. მე მათთან ვიყავი სტუმრად, რადგან მეგობრობ მის შულთან და ოთარის კარგად ვიცნობდი და შენც მოდიო, მე ვთხარი არ მიყვარს კინოში გადახება, მაგრამ დამაძალე ხო ვარსხოვერად ყოდი, რა თქმა უნდა მივედი ამ სინჯებზე და მეც ამიყვანა ერთ-ერთ როლზე. და აღმოჩნდა რომ თურმე მომწონს კინოში გადაღება, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ძალიან საინტერესოა და მაშინ გავუგებ მსახიობებს თუ რატომ არიან ესე დამოკიდებული თავიანთ როლზე. ოთარი ისეთი მონდომებით იღებდა რომ უზარმაზარი გამოვიდა ეს ფილმი, ძალიან ბევრი საათები და მე ძალიან დიდხანს კიდევ ჭრიდნენ ამ ფილმს, საბოლოოდ გამოვიდა 1996 წელს, ბრიგანტს ქვია. და გადაღებები მიმდინარეობდა თბილისში, პეტერბურგში და პარიზში. ფილმის კონცეფციაა, რომ მოქმედება ხდება სამ დროში, განსხვავებულ დროებში, წყვილები ერთმანეთს ხვდებიან. და ამიტომ ჩემთვის ეს თემატიკაც ძალიან საინტერესო იყო, რაც შეეხება წარსულ ცხოვრებებს და ასე შემდეგ, ხშირად ტიპდება ჩემს შემოქმედებაშიც და გარდა ამისა, ოთარისთან დაახლოვება ძალიან სასიამოვნო პერიოდი იყო. კეთი მედიუმებს შევეხეთ, თქვით სიტყვები, გავიხსენეთ ამ მედიუმში შესრულებული ნამუშევრები და ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის ასევე ფოტომედიუმში გაკეთებული შენი ნამუშევრები. ხომ ვერ გაიხსენებ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევარს, რომელიც ამ მედიუმში გვაქვს შესრულებული? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი შემიძლია ვახსენო, რომელიც შევასრულე გაკეთდა შტუტგარტში ცხოვრების დროს 2005 წელს და მისი სათაურია მეფე მიდასი და აგებული არის იმ თემაზე, როგორც გახსოვს, რასაც ეხებოდა ყველაფერი ოქროთ იქცეოდა და ჩემი ერთ-ერთი ჰობი არის თეორიული ფიზიკა და ამიტომ გავაერთიანე ეს ორი საკითხი და ის რომ ყველაფერი ოქროთ იქცევა და ის რომ ადამიანი რასაც ეხება, ანუ რასაც ვხედავთ თეორიულ ფიზიკაში, ის განიცდის მატერიალიზაციას და ძალიან გავს ამ თემას. და ესეთი შესაბამისი ტექსტები დავწერე, იმიტომ რომ ეს ფოტო მოიცავს ტექსტს და ადამიანს და ეს ტექსტები ესეთი ალეგორიული ხასიათის არის და უჭირავთ ამ ბიჭებს, რომლებიც მეფე მიდასის განსახიერებები არიან, ასე ვთქვათ, ოქროსფერ ფონზე. და ჩემთვის ეს ძალიან ისეთი საინტერესო პროცესი იყო, თვითონ ამ ხალხის ამორჩევა, რომ იყვნენ გაკვირვებულები, რატომ უნდა გაიხადონ წელსევით და ეს ტექსტი უნდა დაიჭირონ და რას ნიშნავს და მე თვითონ შედეგი, რაც გამოვიდა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, განხორციელებული მქონდა პროექტი, რომელიც კეთდება ალუმინის ინსტალაციასთან ერთად, რომელიც ჯერ არ განხორციელებენ, მაგრამ მომავალში შეიძლება განახორციელონ. ალუმინის ინსტალაცია ახსენე და ჩემი შემდეგი კითხვაც სწორედ ალუმინს ეხება. ბევრი შენი ნამუშევარი შესრულებული არის სწორედ ამ მასალაში. რატომ აირჩიე და რა მოგწონს ამ მედიუმში? ალუმინი თვითონ არის ძალიან მსუბუქი პირველ რიგში და როდესაც დიდი ფორმატის ნამუშევარს ასრულებ, შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ უფრო ადვილად შეიძლება მისი ინსტალირება. ამავე დროს შეგიძლია გააპრიალო და ძალიან პრიალა იყოს, შეგიძლია ესეთი ხავერდოვანი ზედაპირი დაუტოვო, რაც მე ძალიან მომწონს და ძალიან გავსხომე დიგიტალურს ფოტოში, თითქოს არ არის ნამდვილი ეს ობიექტები და გარდა ამისა, როდესაც დავიწყე ალუმინზე მუშაობა 90-იან წელს, მაშინ არავინ არ ჭრიდა ამ ალუმინს სხვადასხვა მანქანებით, არამედ ხელით აკეთებდნენ. და ხელით აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხატვართა კავშირში იჯდნენ და საშუალება ჰქონდათ მხოლოდ პატარა რაღაცები გამოეჭრათ და რბილი უნდა ყოფილიყო ეს მასალა, რომ შეძლებოდათ რომ გამოეჭრათ და აქედან დავიწყე ალუმინზე მუშაობა. და რადგან ალუმინს შევეხეთ,
მოდი მოგვიყევი შენი გამოფენის შესახებ, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბერლინში და ბევრი ამ მასალაში შექმნილი ნამუშევარი არის წარმოდგენილი. აპრილში გაიხსნა, უпростоრად აპრილში იხურება ეს გამოფენა ბერლინში, ახალ გალერეაში ბუგია ვახანია და არის რამდენიმე ნამუშევარი ფოტო სერიიდან და ასევე ობიექტები დაშლილი მაგიდების სერიიდან და არის ახალი ნამუშევრები ძალიან დიდი, რაც შესაძლებელი იყო იმ მომენტში 2 მეტრი და 50 არის თითო ასე ვთქვათ დანა და გამოფენას ქვია და ამ ობიექტების სერიას ქვია კარმა. და რაღაცნაირად, რადგან ეს თემა მაინტერესებს, თითოეული დანა თითქოს თითოეული ცხოვრების კარმაა, ვისაც როგორი კარმა აქვს, ასე ვთქვათ, ისეთი დანა აქვს და ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ეს დანები კიდია სივრცეში, აქედან ერთი კიდია თუ 2 კედელზე, მაგრამ საერთოდ სივრცეში კიდია და სივრცე არის ძალიან ამის გამო ძალიან სხვანაირი გამოჩნდა. მე კმაყოფილი ვარ ამ ინსტალაციით, ასე რომ ვთქვათ. პირველი ქართული ჟურნალი თანამედროვე ხელოვნებაზე სახელწოდებით სიგნალი. მართლაც არსებობდა. შეიქმნა მხოლოდ ერთი გამოცემა სამწუხაროდ. 3 ადამიანმა, ასე ვთქვათ, დავაარსეთ თუ ვიმუშავოთ ამ ჟურნალზე. მე კოკა რამიშვილი და ნიკო ლომაშვილი. და ეს ჟურნალი მიუძღვენით, ესე იგი თანამედროვე ხელოვნებას, ასევე იყო შიგნით ჩვენივე ნამუშევრები და ჩვენივე ტექსტები გარკვეულ მხატვარზე, ვინც ჩვენ ამოვირჩიეთ უცხოელი. და ყველაფერი ჩვენი შესრულებული იყო, ასე ვთქვათ. დიზაინიც, შინაარსიც, კონცეფციაც. ძალიან საინტერესო იყო იმ პერიოდისთვის. ეს გაკეთდა 98 წელში. სამწუხაროდ, როგორც ვთქვი, მე ყველანი დავიფანტეთ სხვადასხვა ქვეყნებში, გარდა ამისა, უკვე არავის აღარ ეცალა. და ცოტა ალბათ ფინანსური საკითხიც იქნებოდა, რატომაც გავჩერდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდისთვის. ეს ფორმატი იყო, ხო? მე მგონი მნიშვნელოვანი, რომ თანამედროვე ხელოვნებაზე ჟურნალი, სადაც წერენ თვითონ თანამედროვე ხელოვნები. ხო, ფორმატი იყო იმ პერიოდისთვის მართლა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ ხელოვნებას ეხებოდა და ფორმატათაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ კოკას იდეა იყო, რომ ჯიბეში ჩაეტიოს, ესე იგი ფორმატი იყო პატარა. და არც თუ ისე დიდი გამოცემა იყო, თითქმის აღარ არსებობს, რამდენიმე ცალი გვაქვს ჩვენ თვითონ შემორჩენილი. კარლო ამბობდა, რომ ბოის გროისი მე მგონი ამბობს, რომ ხელოვნება არის საზოგადოებაში გაშვებული სიგნალი. და ფაქტიურად მაგიტომ ერქვა, ჩვენთვისაც ეს იყო ესე, როგორც სიგნალი, მართლა რომ გაუშვებ შენს გარეთ, რომ ვიღაცამ ეს სიგნალი დაიჭიროს. კეთი, შენი ნამუშევრები გამოფენილა ბევრ ცნობილ გალერეასა და მუზეუმში. ასევე ყოფილიყარ ბევრ მნიშვნელოვან რეზიდენციაში. ჩემი კითხვა რეზიდენციებს შეეხება, რომ გაიხსენო საინტერესო ნამუშევრები, რომლებიც ამ ადგილებში ყოფნის დროს შექმნილი. პირველ რიგში შემიძლია გავიხსენო გლაზგოში ჩემი რეზიდენცია, როდესაც 3 ხატვარი ვიყავით მიწვეული. დაახლოებით 1 თუ 2 თვით ზუსტად არ მახსოვს და რეზიდენციის საკითხიც ისეთია, რომ შეგიძლია იმუშაო, ან შეგიძლია გამოფენა გააკეთო. გლაზგოში განსაკუთრებული მე მგონი ის იყო, რომ უზარმაზარი აფიშები ჰქონდათ, რეკლამები უფრო სწორედ ქუჩებში ამ სახლებზე და ამან ძალიან მომხიბლა და ფოტოები გადავიღე, შემდეგ დავამუშავე კომპიუტერში. და საერთოდ ეს თემა რეკლამის მაინტერესებს ხოლმე, რომ რაღაცას უკეთდება რეკლამა. და შევცვალე ჩემი ტექსტებით, რა თქმა უნდა, და ჩემი ფოტოებით და კონტექსტი შეუცვალე ამით ქუჩაში გაკეთებულ რეკლამებს. და შემდეგ ეს ნამუშევარი გამოვფინე გლაზგოს იმ მუზეუმში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სადაც ვიყავით მიწვეული რეზიდენციის დამთავრების ბოლოს.
ისე რომ ეს ფოტოები წიგნშიც არის შესული. საინტერესო იქნება ისიც, რომ პარიზში ვიყავი 1 წლით და შემდეგ კიდევ გამიგრძელეს ეს რეზიდენცია. და ნუ პარიზი ვიცით რომ ძალიან ლამაზია და არ მინდოდა ტურისტული ფოტოების გადაღება. გამონაკლისი ის იყო რომ მაშინ იქ მოვკიდე ისევ ფუნჩს ხელი და რაღაც ექსპერიმენტებს ვაკეთებდი. ზედაპირს ვეძებდი როგორი მინდა რომ იყოს, რომ რაღაცა ობიექტი იყოს და არა ნახატი. და ასევე ვიყავი სხვადასხვა ადგილებში სადაც გადავიღე ეს ფოტოები და 2008 წელსში გადაღებული ფოტოები გამოვიყენე ახლა ხანს 2 წლის წინ. საბოლოოდ ის ნამუშევარი გავაკეთე, რომელიც შევა ახალ წიგნში. ხოლო ამაზე მერე მოგიყვები. ისე რომ ფოტოგრაფიას ხშირად ვიყენებ ხოლმე მონტაჟის სახით, ვუცვლი ხოლმე კონტექსტს და აი უფრო იქითკენ იმყავს საიდკენაც მინდა რომ ვილაპარაკო და რაზეც მინდა რომ ვილაპარაკო. კიდევ შემიძლია აღვნიშნო ბაზელში პირველად ვიყავი მართლა როგორც რომ სამუშაოდ და იქაც ერთი სერია გავაკეთე ისევ ფოტოთი და ის ფოტოები გეცოდინება, სადაც შავ-თეთრი ფოტოებია და ზედ არის თითოეული სიტყვა, როგორც დაბადება, სიყვარული და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის ხელით გაკეთებული. მონტაჟიც და მე კიდევ ფოტო გადაღებული და ასე შემდეგ, ისე რომ იქ კომპიუტერული მონტაჟი არ არის. მანუელი. კეთი, ინტერვიუს ბოლოს რომ გითხრა, როგორია შენი საომავლო გეგმები, როგორც ვიცი, ახალ წიგნზე მუშაობ. მართალია, ახალ წიგნზე ვმუშაობ და ძალიან დიდი დრო წაიღო, რადგან დიზაინს ვაკეთებ მე თვითონ და როგორც ნამუშევარი შეიძლება ისე ხატვის წიგნი ქვია, მგონი არქის ბუკარის, რომ ყველაფერს შენ თვითონ აკეთებ. ამასთანავე ტექსტები მინდოდა მქონოდა და ჩემი ძველი ლექსები გამოვქექე, ასე რომ ვთქვათ და არავინ არ იცოდა რომ ლექსებს ვწერდი 2 ადამიანის გარდა. 1977-დან 99 წლამდე ლექსები ამოვარჩიე. გადავთარგმნეთ ინგლისურადაც და გერმანულადაც, ოღონდ ყველა არა რა თქმა უნდა, ამორჩეული ლექსებია. და ნამუშევრები რაც თავარია, შესულია პირველი წიგნის განსხვავებით, აქ იწყება 2016 წლიდან 26 წლამდე, ესე იგი თითქმის 10 წელი მოიცვა წიგნმა, იქნება დაახლოებით იგივე ზომის და ძალიან მიხარია და რაც შეეხება იმედი მაქვს მალე დაიბეჭდება და ვიხილავთ და წიგნის პრეზენტაციაზეც მოგზანდები და რაც შეეხება გამოფენას, ჯერჯერობით ბერლინის გამოფენის მერე არ ვიცი კარგი იქნება ამ ნამუშევრების ახალი ნამუშევრების ჩვენება თბილისშიც. ოღონდ ჯერ გეგმა არ მაქვს კონკრეტული, მაგრამ ვფიქრობ, რომ წიგნშია შესული და ისედაც ყველა ნახავს. დიდი მადლობა და წარმატებები როგორც წიგნზე, ისე სხვა შენს გეგმებზე. მადლობა.